ცხადია, ჩვენ სერიოზულ თემებზე უნდა საუბრობთ კიდეც უმრავლეს შემთხვევაში. რეგიონში, ჯერ ქვეყანაში, მანამდე ქალაქში, მერე ქვეყანაში, მერე რეგიონში, მერე ფართო გაგებით რეგიონში, მერე კიდევ უფრო ფართო გაგებით რეგიონში. ევროპაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ევროპაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არის ჩვენი განსახილველი. ობიექტური ანალიზი შეიძლება არც გააკეთოს კაცმა, მაგრამ სუბიექტურ ანალიზს რომ გააკეთებს, ისიც უნდა იყოს კვალიფიციური ან მაღალ კვალიფიციური. ყველა კუთხიდან შეძლების დაგვრათ უნდა დაინახო პროცესი. და რასაკვირველია, პრინციპებზე დაფუძნებულიც უნდა იყოს. ანუ როგორც არ უნდა დაინახო, მაგალითად, ესა თუ ის ამბავი უკრაინაში მიმდინარე პროცესი, ესა თუ ის ამბავი, ესა თუ ის კონკრეტული შემთხვევა, ხო, რუსული რაკურსიდან მას ვერ დაინახა. არ უნდა დაინახო, იმიტომ რომ რუსები თავის მხრივ არიან საკუთარი ქვეყნის გამართლებაზე ორიენტირებული, ხოლო აპრიორი რუსეთი არის დედასაიმასქნებელი ქვეყანა, ბოროტი ქვეყანა, რომელიც უნდა დამარცხდეს. ამიტომ რუსული კუთხით, რუსული რაკურსით მათ ამბავს ვერ რაღაც კუპიანსკთან მიმდინარე პროცესს ვერ დაინახავ და არ დაინახავ. ამიტომ პრინციპებზეც უნდა იყოს დაფუძნებული ყველა სუბიექტური თუნდაც, მაგრამ მაღალ კვალიფიციური ანალიზი. ჭირს სიმართლე გითხრათ ეს, იმიტომ რომ უამრავი ფეიქი ვრცელდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სერიოზულ თემებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, რასაკვირველია, მაგრამ ხანდახან გამოერევა ხოლმე ისეთი ამბები, რომლებზეც თვალიც გაგექცევა და სიტყვაც ერთ-ერთი ამბავი სწორედ ის არის, რაზეც დღევანდელ ამ ვიდეო ბლოგში ვილაპარაკებ უფრო და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეს საინტერესო ვინც ის და იქნებ უფრო მეტადაც კი იქნება, ვიდრე ვენესუელაში მიმდინარე პროცესები, როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში განვითარდება. მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შესაძლოა ეს ყვითელი ამბები უფრო აინტერესებს. ყვითელი ამბებია, აბა რა არის? გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, როგორც ჩანს WhatsApp-ისა, რომელშიც მაღალი ალბათობით ირაკლი ზარქუაა, სწორედაც რომ ირაკლი ზარქუას ხმა არის. მე ველაპარაკე ხმის რეჟისორს, ჩემს ნაცნობს, ეს ვოისები მოსმენილი ჰქონდა და მან პრაქტიკულად 100%-იანი რწმუნებით მითხრა, რომ ეს არ არის გაყალბებული. თუმცა არ გამოვრიცხოთ, მაინც თეორიულად შეიძლება ეს რაღაც ჩემი ნაცნობით ცდება და ყველა ვინც ამას იჯერებს, არ გამოვრიცხოთ, რომ გაყალბებულია, თუმცა ალბათობა იმისა, რომ სწორედაც რომ ირაკლი ზარქუაა, რასაც ამბობს, როგორც ამბობს და ასე შემდეგ, ხმაც წაუგავს, ხო, წაუგავსზე მეტი, ხო? სწორედ ასეთი ტიპაჟია, ხო? ალბათობა იმისა, რომ სწორედაც რომ ირაკლი ზარქუაა, ძალიან მაღალი. რას აკეთებს ახლა ირაკლი ზარქუა, დეპუტატად წოდებული? ბოდიშს ვიხდით, ხანდია, მაგრამ საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტ ორ ქალბატონს არ ვიტყვი შეგნებულად არ დავაკრინოთ ნაშა, მანსა კახპა და რა არ ვიხმარ არა. ორ ქალბატონს რუსეთიდან თუ არ ვცდები პეტერბურგიდან ჩამოსulis ბოლომდე არ მისმენია რა მომასმენებდა, მაგრამ ფრაგმენტებს ხომ უსმინე რა. ორ ქალბატონს ებაზრება. და გიბოდიშებთ კიდევ ერთხელ ამ სიტყვასაც მოვიშველიებ ახლა. არა მარტო ებაზრება, არამედ კერავს. ხო და იქ რაღაც თავისებურად კერავს რა, როგორც კერავს, ისე კერავს. და აი მაგალითად ერთ-ერთი ფრაგმენტი ამგვარია. უყურეთ, ბოდიში, უნდა გადავახვიო? Тебе привезти или что-то вот. Имя? Не знаю. Что тебе грузин? ეს საკუა. ოღონდ სხვაგან. Красатуля. ხო, ეს არის ძალიან მაგარი ამბავი, ესე მიმართავს. Красатуля. Правда так плохо? Тебя это вирус сейчас. Вай. Так далее. Бодиши. Правда так плохо? Тебя это вирус сейчас в Тбилиси, кстати. Я уже проходил 3 дня. Будет и потом. Всё. А ты одна живешь или с кем живешь? ati adna живешь или с кем живешь? როგორც ჩანს კი რა გეკითხულობს, я с подругой живу. А ты хочешь в гости? ის პასუხობს. ანუ გინდაო ჩემთან მოსვლაო? ოღონდ მეგობართან ერთად ცხოვრობ. Спасибо за внимание. Я хотел, если ты одна там, не знаю, там что-нибудь, лекарства и так далее, и так далее. Амалс могитано. Бутаргри, джензи таобац. Не знаю. А в гости, когда захочешь, скажи, все, приеду, могу прийти. Вот. მოგეთ ხა ფლაც ვარ სულ არ მოусმინოთ ხა ზარქუას ერთ-ერთ ეტაპზე
მაღალი ალბათობით სწორედაც რომ ზარქუა, ამიტომ ზარქუა ვუწოდოთ. ზარქუა სთავაზობს რომ მოვალო, იმიტომ რომ ის გოგონა ალბათონი ეუბნება რომ მე დეპუტატი ვარო ზარქუა ეუბნება და ის ალბათონი ეუბნება გოგონა, გადავარქვათ, ეუბნება რომ ჩემს დაქალსო უნდაო თბილისის მერის გაცნობაო, პოპულარული კაცია ხა კახკალაძე ყოფილ საბჭოთა კავშირში, კიევის დინამოში თამაშობდა, მილანში თამაშობდა, ზარქუას მინისტრობს ეხლა მართლა და კახკალაძე ცნობილი კაცია, რაზეც ზარქუა პასუხობს ასე. ეხლა ეს ეპიზოდი კი მართლა ძალიან საინტერესოა. Торчик, если любишь или что, ну, дай знать. Нет проблем. Все, выздоравливайся. Выздоравливайся. Красотуля. ეს შემდეგი ვოისია. Можно посмотреть? Видео, გადმომიგდეო. Ты тоже скинь мне видео или фотку თუ არ ვწდები. აქ არის ძალიან მაგარი ეპიზოდი. Летние фотки. ანუ მას ზარქუას თუ ის ზარქუაა და ალბათ ზარქუა უნდა რომ შედარებით გაშიშვლებული რაღაც ვაქვე ბუსგალტერში იყოს უნდა დავცინოთ, აბა რა უნდა ვქნათ. იმ შემთხვევაშიც კი უნდა დავცინოთ, თუ ეს ზარქუა არ არის, იმიტომ რომ შესანიშნავად ვიცით, რომ პრინციპში ზარქუა ესე რომ ქონდა ხელი ჩამოდებული მარჯვენა თუ მარცხენა ვიღაც ქალბატონზე და არანაშაზე მონაკოში თუ ნიცაში, ზარქუა ამის გამკეთებელი პრინციპში არის და არა მხოლოდ ზარქუა, არამედ საქართველოს ლადო კახაძე არა, მაგრამ საქართველოს პარლამენტის მამაკაც დეპუტატთა რაღაც 38 ან 62% ამის გამკეთებელი არის მათი ძირითადი საფიქრალი ან საზრუნავი არის სწორედ აი ამგვარობებში ყოფნა, ამგვარობებიდან არ გამოსვლა. დუბაი, დღევანდელი დუბაი ხო გუშინდელი მოსკოვია მათთვის, აი 37 მანეთად რომ იფრინავდნენ მათი ან ჩვენი მამები თუნდაც ესე ვიტყვი, 37 მანეთად რომ მიემგზავრებოდნენ მოსკოვში, ესენიც 37 არ ვიცი რამდენად სწორის თუ მაგრამ 370 ევროდ, რაც მათთვის პრობლემა არ არის, მიემგზავრებიან სწორედაც რომ დუბაებში ასე ვიტყვი, მოსკოვები არის დუბაები და ერთი სული აქვთ ხენისა, მოლხენისა, აღვირისა და აღვირის ახსნისა, მოდი ასე ვიტყვი. უმრავლეს შემთხვევაში ვერ დავამტკიცებ მე ამას. მაგრამ ჩვენ ხო ამას გვძნობთ, არსებობს ფაქტები, რომლებსაც არსებობს ამბები, რომლებსაც ვერ დაამტკიცებ, იმიტომ რომ ისტორიული დოკუმენტი ამის უმრავლეს შემთხვევაში საბოლოო ჯამში მართლაც არ არსებობს. ხო არ შეუვარდები, რომ რაღაც სასტუმროს დომერში ზარქუაზე არ ვილაპარაკოთ ვინმეს, რომელიც აღვირებს იხსნის, ასე ვიტყვი, ხო? თქვენი ნებართვით, მაგრამ ის რო ვერ მტკიცდება, არ ნიშნავს, რომ ასე არ არის. ოღონდ პარალელურად თითოეული მათგანი ან ბევრი მათგანი ჩამოდის და ყოველი წლის მაისში თუ ივნისში გამოდის და უჭირავს დიდი პლაკატი. რაღაც ოჯახური სიწმინდე უნდა იყოს დაცული, ჩვენს ოჯახებს ჩვენს შვილებს გაუმარჯოს და ეს ხდება მაისში თუ ივნისში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. მაგრამ დანარჩენი რაღაც აქ ხრეობების დროს, საქართველოში ხრეობების დროს, ცხადია თითოეული მათგანი მაგიდაზეც, სკამზეც კი ადის, ხო, ან მაგიდაზეც კი ადის და წარმოთქვამს მეუღლის, შვილის, ოჯახური სიწმინდის, რაღაც პატრიარქის, რაღაცა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე ჩვეჩურჩულება მამაოს იმის თაობაზე როგორ შესწოდა და როგორც კი მამაოსგან მიიღებს კურთხევას იმის თაობაზე შენდობას, კურთხევას ალბათ სწორი სიტყვა არა, შენდობას რაღაც გარკვეული პროცედურების დაცვის შემდეგ, მაგრამ არხვა შეინახიან რაღაც 18 მეტანია გააკეთე, ეგრევე ისევ აბუდაბდება თუ დუბაიში მიემგზავრება, აბუდაბიში თუ მიემგზავრება, ან ყიფშიძეზე, თუ არ ვცდები ყიფშიძეზე იმყოფება ეს ორი ქალბატონი, ყიფშიძეზე ვიღაც ორ ქალბატონს უკავშირდება და კრასატულა ესე ელაპარაკება. აქ ერთ-ერთი ეპიზოდია, ეს ხო საინტერესო სასაცილო ეპიზოდია, რომ შედარებით ზაფხულის ფოტოები, ანუ ბუსგალტერში გამომიგზავნე ფოტოები ხონდა ნახო, როგორი ხარო, ხო, მაგრამ მეორე ეპიზოდია არა ნაკლებ საინტერესო სალაღობო, არ ვიცი, სასაცილო ან საინტერესო ან დასაცინი უფრო ზუსტი რომ ვიყო არის. ის ზარქუა ეუბნება, მე მგონი ამას დავიწყე ლაპარაკი, რომ მეო დეპუტატი ვარო, ის ქალბატონი ეუბნება, რომ მეო მერთან მინდა ჩემს დაქალს მერი აინტერესებსო და ზარქუა პასუხობს, რომ დუბაიშია გაჭედილიო, მაგრამ ეხლა სტამბოლში ჩავიდაო, ეს ის ცნობილი დღეა, როგორც გახსოვთ, რომ ძლივს რო ჩამოვიდა კალაძეების ოჯახი, ძლივს რო ჩავიდა ჯერ სტამბოლში, იქ ბავშვიც არის იმ ფოტოში, ანუ კი არეშიძეც არის და რა პრობლემაა, საბოლოო ჯამში აი ესე აი თავმომწონებს გაგაცნობთო კაცო, აი ამოგადგებით, აი 90-იანებში ბიჭები რო ადიოდნენ სადღაც
არ ვიცი სადღაც აროსკიპოში უხეშად ვლაპარაკო ფარდის უკან რო ადიოდნენ და ფარდის უკან რო მარტოვდებოდნენ ხო ეს ესთეტიკაა საბოლოო ჯამში ამ ეს მინდოდა მეჩვენები და აღარ მოგასმეინებ საბოლოო ჯამში არც არის საინტერესო ეს ესთეტიკა ამას გვთავაზობს ეთიკაზე ვილაპარაკეთ და ესთეტიკაზეც რა ფორმაზეც რასაკვირველია სალაპარაკოა აქ მნიშვნელოვანი არ არის ჩემი მოსაზრებით ვირაკლის არქუა ბიზნეს ვახსენებ ორივე წუთში ვირაკლის არქუა არის თუ არა ამ აუდიო ჩანაწერში ცხადია ის უარყოფს ცხადია ის საკუთარ მეუღლეს შეხფიცებს კიდევ ერთხელ შეხფიცავს ერთგულებას და იტყვის რომ ეს ტყუილია და დავიჯეროთ ერთ წამს რომ ტყუილია ჩვენ მაგრამ აი ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს როგორ გონიათ მე მგონია რომ ეს სუსის გამოგდებული არ არის თუ სუს მაინც და მაინც ამგვარი ინტერესი ჰქონდა ეს უფრო არა იმდენად ირაკლის არქუას რამდენადაც კახი კალაძის დისკრედიტა თუ ვინმეს დისკრედიტაცია სჭირდება ოღონდ ესეც არ მგონია რომ სწორი ვერსიაა მაგრამ მაინც თუ ვინმეს დისკრედიტაცია სჭირდება სუს ან რაღაც ჯგუფებს საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ დაჯგუფება ბანდაში სწორედაც რომ კახი კალაძისა რომელზეც ვრცელდება ინფორმაციები რომ კახი კალაძე წავა კახი კალაძე დაიჭერენ კახი კალაძის ოჯახის წევრს დაიჭერენ და ასე შემდეგ და ეს არის პრინციპში პირველი თემა ხო ბიზინა დაიჯერებს თუ არა ეს არის ძალიან საინტერესო ბიზინა როგორ აღიქვამს ამას ერთია ვინ გაუბაზრა უგასრავად სიტყვისთვის მაღალი ალბათობის წოდაც რომ ზარქუა სიტყვა მაღალი ალბათობის ზარქუა ის მესიჯებში და მეორეა თავად ბიზინა როგორ აღიქვამს დაიჯერებს თუ არა ვირაკლის ზარქუა და ალბათ დაიჯერებს და იტყვის რომ აი რა ათქმევინებენ რომ რა უბედურება არის ეს თურმე მე დაგნიშნეთ მე დაგაწინაურეთ და თურმე თქვენ აი რითი ხართ დაკავებულიო ეს ბიზინაზე გათვლილიც არის ჩემეული აქ თუმცა მეორე მხრივ ხა საკუთარი თავს შევეწინააღმდეგები ბიზნეს თუ უნდა ყოველგვარი კომპრომენტირების გარეშე შეუძლია მოხსნას ირაკლის ზარქუა მოხსნას გაანთავისუფლოს ჩახსნას თუ სწორე სიტყვა ირაკლი ზარქუა ეს არის პირველი თემა რომლის განხილვაც მინდოდა თქვენთან მეორე თემა არანაკლებ საინტერესოა მეთქი გავვერავ და ვიტყვი ასე ეს არის თემა ნორმალიზაცია საქართველოში ჩემი აზრით არსებობს სულ მინიმუმ 10 პარლამენტარებს არ გულისხმობდა დეპუტატებს და პარლამენტარებს ანუ დეპუტატებს მინისტრებს არ გულისხმობ მათ აი პარლამენტსა და მთავრობას აღმასრულებელ ხელისუფლებას წოდებულს მიღმა სულ მინიმუმ 10 შევინიც და ოქება 20 30 თუ გნებავთ ასე ვიტყვი პირი რომლებთანაც ნორმალიზაცია ურთიერთობისა ჩემი მოსაზრებით ახლაც წარმოუდგენელია და მომავალშიც წარმოუდგენელი იქნება დამოუკიდებლად იმისა სხვადასხვის ისინი პირველი რამდენად განათლებულები არიან, რამდენად ნორმალურები არიან, ნორმალურობის კლასიკური გაგებით. მესამე, რამდენად ხანდახან მაინც არიან ფორმალური თვალსაჩინო დამაჯერებლები და მართლები. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ დავასახელებ ყველას, მაგრამ აი ერთ-ორს კი შევეხები, მაგალითად, გოგა ხაინდრავასთან ურთიერთობა, მისი ნორმალიზაცია, რაც არ უნდა გვითხრათ გოგა ხაინდრავა მომავალში. ჩემი მოსაზრებით წარმოუდგენელი რაც არ უნდა მართალი იყოს რომელიმე кейში მაგალითად გოგა ხაინდრავა რომ აკვატიჟოს ჩვენ და გვითხრავს რომ მოდი 9 აპრილთან აი 9 აპრილი დადგება უახლოეს ერთვენახევარში ხო 9 აპრილთან დაკავშირებით მე მაგ გადაღებული კინო კერა დოკუმენტური კადრები და გოგა ხაინდრავა ერთ-ერთია მათ შორის ვინც იღებს აი ეს თვალსების კადრია როდესაც ბრონირებული მანქანები შემოდიან და მოდი ამ თემაზე და მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბროთ და არც არაფერზე სხვაზე და მე მგონია რომ არც ერთი ჩვენგანი გოგა ხაინდრავასთან აი მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ამ თემაზე უნდა იყოს უნდა შედგეს და დავუჯერებთ რომ მხოლოდ ამ თემაზე შედგება საუბარი და მართლაც გოგა ხაინდრავასთან სათოფეზეც კი არ უნდა გავეკაროთ მას ანუ არ უნდა მივიღოთ მასთან არანაირ დისკუსიაში არანაირ განხილვაში არანაირ პრეზენტაციაში და ასე ერთ სივრცეში ჩვენ მასთან არ უნდა ვიყოთ რატომ იმიტომ რომ გოგა ხაინდრავა ჩემი მოსაზრებით 90-იანი წლებიდან და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოჩნდა ეს რასაკვირველია ხალატობდა და ხალატობს ამ ქვეყანას ის ღია გაცხადებული ცოტა რთული სათქმელია ხოლმე ამგვარი სიტყვის წარმოთქვა სულ რთულია მაგრამ ის გაცხადებული რუსეთის აგენტი კი არა მტერია მტერი კი არა რუსეთის აგენტია თუნდაც პირიქით ვიტყვი ასევე გოგა ხაინდრავასი არ იყოს სხვებიც არიან ამგვარები მათ შორის ცნობილ გადაცემაში იაგო ხვიჩია რომ მიიწევს ხოლმე ამ გადაცემაში მონაწილენი გოგა ხაინდრავაც იყო ამ გადაცემაში სხვებიც იყვნენ გადაცემას ქვია საქართველოს
დაბადება ისე ჩვენ ჩრდილო დარჩეს საქართველოს როცა დაიბადა გასული საუკუნის 90-იან წლებში 88 წლიდან 87-დან 99 წელს 91-ში 9 აპრილს გაფორმდა ეს დაბადება დაიბადა შვილი ბავშვი ხო იმ და მშობელთა შორის ვინც იყვნენ დამოუკიდებელი საქართველოს მშობლები თუ საქართველოს საერთოდ დაბადებულია ეგ რა მაგის პასუხია ეგეც შეიძლება საკითხის ნიშნის ქვეშ დადგეს მაგრამ ერთ წუთს დავუშვათ რომ 91 წლის 9 აპრილს მართლაც დაიბადა საქართველო ხო და მშობელთა შორის დამბადებელთა შორის მშობელთა 90% უბრალოდ ცოცხალი არ არის მე შემიძლია რამდენიმე მათგანი დავიხსენო და გითხრათ და ყველასთვის ცნობილი გვარსახელები მაგალითად ცოცხლები არ არიან ზვიერ გამსახურდია მანამდე მერაბ კოსტავა მოკლული ზვიერ გამსახურდია გია ჭანტურია სხვები აკაკი ბაქრაძე ნოდარ ნათაძე მიხეილ ნანეიშვილი უამრავის დასახელება უამრავის არ ვიცი მაგრამ ერთი 20-ეულის დასახელება კი ნამდვილად შემიძლია ვინც ამ გადაცემაში მონაწილეობს უმრავლეს შემთხვევაში ისინი საქართველოს დამშობლები არ არიან საქართველოს დამბადებლები არ არიან ისინი დღესვე უმრავლეს შემთხვევაში კვლავ ვიმეორებ საქართველოს გარდაცვალებას და საქართველოს მკვლელობას მოაწერდა ხელს თუ რატომ მიდიან ისინი ამ გადაცემაში სახელწოდებით საქართველოს დაბადება ეს ცალკე სალაპარაკო თემაა ჩემი მოსაზრებით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას, საკუთარი თავის დამკვიდრებას, თქმას იმისა, რომ ისინიც უნდა ჩაითვალონ საქართველოს მშობლებად, რაც არსებითი ტყუილი ანუ სახელწოდებას ეს გადაცემა ჩემი მოსაზრებით ყოველთვის ნამდვილად ეთანხმებით, არ ვიცი, ვერ ამართლებს მილიციონერები და ყოფილი პროკურორები, ცეკას ყოფილი მდივნები და ყოფილი პროპაგანდისტები, ყოფილი ჟურნალისტები და პროპაგანდისტები რეალურად და არაფრაც მთავარია, არაფრის მცოდნეები და ახლობით ამგვარი დისკუსია თუ მონოლოგები არის ხოლმე ამ გადაცემაში იმან თქვა ის იმიტომ რომ მე ესე ვფიქრობ რომ რატომღაც ხო აბსურდული და არასწორი სინტაქსის წინააღმდება წარმოთქვი მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში სწორედაც რომ ეს არის და გარდა ამისა არის კვლავ ვიმეორებ საკუთარი თავის წარმოჩენა დამკვიდრება და ასე შემდეგ საკუთარი განცდების თუ სწორი სიტყვა ფრქვევა და უბრუნდები იმ სიტყვას რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 10, 20, 30 ან 40 ადამიანი რომელთანაც საერთო არაფერი არ უნდა გქონდეს ჩემი აზრით დღევანდელი აზრით და ხვალაც რატომღაც მგონიან იმედი მაქვს მოდი ასე ვიტყვი ამგვარი აზრი მექნება და ამ 40-ეულიდან თუ 41-ეულიდან თუ 10-ეულიდან 20-ეულიდან 30-ეულიდან უმრავლესობა მონაწილეობდა ან მონაწილეობას მიიღებს მომავალში მაღალი ალბათობით სწორედაც რომ გადაცემაში საქართველოს ამ ეგრეთ წოდებულ გადაცემაში ავტორი იაგო ხვიჩია პრინციპში არ მithქვავს ხომ გონი და იაგო ხვიჩია ავტორი ანუ გირჩის პარტიის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი ერთთან პოლიტიკოსებს შვევიათ ეს რაღაც ტელემედიაში შენაცვლება და უმრავლეს გარკვეულ შემთხვევებში ონლაინ ჟურნალისტებად გარდაქმნილან ინტერვიუერებად გარდაქმნილან ცალკეული პოლიტიკოსები ყველას არ გულისხმობს ხადიათ ამ კომუნიკაციის ახალი ფორმები და სამკვიდრებელია ყველა პარტიას ასათვისებელი აქვს და ყველა ლიდერს ასათვისებელი აქვს ბევრს ყოველ შემთხვევაში მაგრამ რაღაც ტელევარსკვლავებად არა ტელეგადაცემების ვარსკვლავებად არ უნდა იქცნენ მეთქი ამის თქმას ვცდილობ რომ ლაივიც უნდა იყოს ბლოგიც უნდა იყოს პოდკასტიც და ასე შემდეგ მოკლედ იაგო ხვიჩია ძირითადად ამით არის დაკავებული მეთქი თუ ვიტყვი არ გადავაჭარბებ და 30-40 კაცი ხო უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ვინც საქართველოს დაბადებაში არ მონაწილეობდა და ვის არ მიუღია მონაწილეობა იპრავებს საკუთარ თავს ახლა და ამ ახლა კვლავ მინდა გავიმეორო ეს იმ 40 კაცზე ვლაპარაკობ გოგა ხაინდრავებზე რომლითანაც საერთო არაფერი უნდა გქონდეს არც გუშინ არ უნდა გქონდა არც დღეს არ უნდა გქონდეს და არც ხვალ არ უნდა გქონდეს მაგრამ ამ დისკუსიების გამო და არა მხოლოდ ეგ რა მაგის პასუხია ხდება უკვე შემდგომ რაღაცა თითქოს ნორმალიზაცია ამ გოგა ხაინდრავების აი რაღაც დისკუსიები მიმდინარეობს იმან ის თქვა ამ სამარგინალო კაცმა სამარგინალო მოქალაქებს სამარგინალომ იმიტომ რომ ის რუსეთის სამსახურშია აპრიორი რუსეთის სამსახურშია აპრიორი ის ზურგში საქართველოსთვის დანის ჩამწყვილია გაცილებით მეტად ვიდრე რომელიმე ცეკას ყოფილი მდივანი ან რომელიმე მილიციონერი ან რომელიმე ყოფილი პროკურორი ან რომელიმე ვიღაცა და ვიღაცა ხო და აპრიორი ისინი ზურგში დანის ჩამწყვილები არიან მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც ვინც მათთან დისკუსიაში შედის პრინციპში მე შენ გეთახმები რაღაცაში მაგრამ შენ აქ უნდა გაგეკეთებინა ისე და ასე შემდეგ შენ სწორე სიტყვები და კარგი სიტყვები წარმოთქვი იაგო ხვიჩიასთან და იაგო ხვიჩიასთან წარმოთქვი ამ სიტყვას მე შენ გეთახმები მაგრამ აი იმაში კი არ გეთახმები ეს უკვე არის ნორმალიზაცია არა და ეს პირები კვლავ მინდა ხაზგასმი და კიდე ბევრ ადამიანს არ ვასახელებ ხო
არიან სამარგინალო პირები. იმიტომაც რომ დისკუსიაში შემოსულებს გოგა ხაინდრავები და არა მხოლოდ გოგა ხაინდრავები, დანას ჩაარტყავენ ზურგში, თვითონ ნაბიჯს კი არ გადმოდგავენ, რომელიღაც ეტაპზე და კი არ გეტყვიან რომ მართლაც საკხურავს საერთო მეგობრებო და მოდი ახლა აი ჩემი მარჯვენა და ჩამომართვი შენი მარჯვენა და ხელი ჩამოვართოთ და ერთად გამოვერთმანეთ და გავაგზავნოთ ერთად ცხოვრება, ბრძოლა, ერთმანეთის დაჭმა თუნდაც, მაგრამ ვაღიაროთ ერთმანეთი, მათი ლეგალიზაცია, მათი ნორმალიზაცია ამას არ მოემსახურება, ისინი ზურგში დანას ჩაგვარტყავენ, მაგრამ ჩვენთვის ზურგში დანის ჩარტყმა კიდევ არ არის უჩვეულო ჩვენთვის, რაც თავარია ისინი ყოველ შემდეგ ჯერზე გოგა ხაინდრავები და სხვები, ვასილ მაღლაფერიძეები და სხვები, კიდევ ის რაღაც სალან ჯაფარიძეები და სხვები და კიდე სხვები და სხვები და სხვები, რომლებიც მიზეზთა გამო მიემტმასდნენ საქართველოს ხელისუფლებას წოდებულ ჯგუფს ბანდას, ისინი ქვეყანას ჩაარტყავენ. ზურგში დანას ოღონდ ამასობაში თუ ჩვენგან იქნება ხელი გაწვილი და თქმული ამგვარი ზოგადი სიტყვა რომ ჩვენ საერთოდ საფხურავს, ხო? ამასობაში ჩვენს გამოგვიყენებენ და ჩვენს დაგვეყრდნობიან და იტყვიან რომ რა გინდათ საბოლოო ჯამში რას მერჩით მე ნორმალური ჭყალებში თუ ჭყალებოთ ურთიერთობა მქონდა ადამიანებთან, რომლებიც ჩემთან დისკუსიაში შემოდიოდნენ. მე ერთ დისკუსიას გავეცანი, სწორედ იაგო ხვიჩიას გადაცემაში ყოფილა შალვა რამიშვილი და შალვა რამიშვილს უთქვამს ისაც უთქვამს, განათლებული ჭკვიანი, არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვა, განათლებული კაცია, ციხეში რომ მიჯდა, ნაწყენი კაციც არის, იმიტომ რომ შესაძლოა მართლაც ბიზინა ივანიშვილი რომ არა ის ნაწყენი დარჩება, მიშა სააკაშვილი მისეული გაგებით ყოველ შემთხვევაში რაღაც მიშა სააკაშვილი არასწორად მოექცა, გადააგდეს, გადმოაგდეს და ასე შემდეგ და მაგრამ ერთ დისკუსიას გავეცანი, სადაც თავად შალვა რამიშვილიც მონაწილეობს და იქ რაღაცეებს ელაპარაკება ვიღაცაც, მახსოვს იმ ახალგაზრდა კაცს რა ჰქვია, ელაპარაკება სტატუსებს ერთმანეთს, კომენტარებს ერთმანეთს უცვლიან და იცი რა, პრინციპში შალვა შენ ამაში მართალი ხარ, მაგრამ აი იმაში კი არა ხარ მართალი, ისიც შედის დისკუსიაში შალვა რამიშვილი და იქ ელაპარაკება ნიცშეზეც და არა მხოლოდ ნიცშეზეც და ასე შემდეგ. ხალხო, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ შალვა რამიშვილი პოლიტიკური ან ადამიანური ის ცხოველია, აი მოდი პოლიტიკურ ცხოველს არ და ადამიანური ის ცხოველია, რომელიც ამ თქვენს წყალობას, კეთილშობილებას, სულძელობას და ასე შემდეგ კარგად არ გამოიყენებს. ის აიღებს და დანას ჩაგარტყავთ ზურგში, არა პირდაპირ მნიშვნელობით და საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით მეთქი თუ ვიტყვი, ოდნავ გადავაჭარბებ, რა საკვირველია, მაგრამ არც ეს გამორიცხოთ. რაც თავარია ამ ნორმალიზაციას და მისთვის ნორმალიზაცია, მისთვის ლეგიტიმურობა, მისთვის აღიარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამ ნორმალიზაციას ის გამოიყენებს არა მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ, არამედ გამოიყენებს ქვეყნის წინააღმდეგაც. იმიტომ რომ შალვა რამიშვილი არის იმ 40, 50, 47 თუ 41 თუ 38 ადამიანს შორის, რომელსაც არ აქვს თავარი ადამიანური თვისება. თავარი ადამიანური თვისება კი არის ემპათია და მეორე მთავარი არანაკლები მთავარი ადამიანური თვისება არის სიყვარული. ბიზინა ივანიშვილი ყველაზე უსიყვარულო ადამიანია და მისი გამოზრდილი ლეკვები შალვა რამიშვილის და გოგა ხაინდრავას და სხვათა დავკაცობით არიან ყველაზე უფრო უსიყვარულო და არაემპათიური ადამიანები. ეს გახსოვდეთ და ამის შემდეგ გადადგით მათკენ ნაბიჯები. ნახვამდის.